სალამი დიანა კიდევ ერთხელ ქალბატონ ცქიტიშვილს რაც შეეხება ალბათ უნდა დავალოდოთ თავად გააკეთებს ალბათ მედიასთან კომენტარს მაგრამ რაც შეეხება თვითონ ჩორჩანას საკითხს დიანა დავიწყებ თვითონ ჯერ პერსონალურად გახარიათი და შემდგომ უკვე გადავალ თვითონ ჩორჩანას თემაზე რა თქმა უნდა გახარიას მიმართ დაწყებულია ეს გამოძიება რაც ვიხილეთ ჩვენ განცხადება პროკურატურაში არის პოლიტიკური შურისძიება გახარიას წინააღმდეგ მე გავახსენებ საზოგადოებას პრინციპში მე მგონი ყველას ახსოვს მაგრამ მაინც როდესაც არჩევნებამდე 4 დღით ადრე ივანიშვილი იჯდა იმედის ეთერში თუ რა ვიცი ინტერვიუს იმედს აძლევდა ინტერვიუს მის სივრცეში და არა იმედის ეთერში მაგრამ არ აქვს ამას სივრცეში კი ბატონო არ აქვს მნიშვნელობა ძალიან ღიად საჯაროდ მან ის დაემუქრა პერსონალურად გახარიას და დაემუქრა ჩვენს გუნდს სადაც მან მთელი ზიზღით და აგრესიით პირდაპირ დაგვიანონსა რომ ესე ვთქვათ ის უკვე რაღაცა საქმე არსებობს თურმე რაღაცა სასამართლოში და რომ გაასამართლებს გახარიას და გახარიას გუნდს. ეს არის პირდაპირი დადასტურება პოლიტიკური შურისძიების. მე ასევე გაგახსენებთ ქრონოლოგიურად რომ ამას მოყვა იანვარში თავდასხმა, ფიზიკური თავდასხმა შერატონ ბათუმში გახარიაზე. ეს საქმე რა თქმა უნდა არათუ გამოძიებული არ არის და დამალეს თავარი მტკიცებულებები და დიდი ალბათობით უკვე გაანადგურეს, არ ვიცი. არათუ დამალეს ვიდეო მასალა, სადაც რეალობა უნდა ყოფილიყო ასახული, არამედ პირიქით მე გავახსენებ საზოგადოებას იმედი და ოცნების პროპაგანდა ცდილობდა პირიქით აქეთ დაებრალებინა გახარიასთვის რომ თითქოს გახარია დაესხა შეიარაღებულ ოცნების წარმომადგენლებს თავს ამის შემდეგ უკვე მეორე თავდასხმა კი ბატონო საზოგადოებას აეროპორტში როდესაც ის ბრუნდებოდა მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტიდან ამის შემდგომ იყო უკვე კომისიაზე დაბარება ეს კომისია პრინციპში მეორედ დაბარებითაც დადასტურდა რომ სწორედაც ჰიბრიდულ ომს ემსახურება პროპაგანდას ემსახურება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ის რომ დიანა მეორედ მოუწიათ ამ კომისიაზე გახარიას დაბარება ადასტურებს იმას რომ პირველი რაუნდი ესე ვთქვათ ანუ პროპაგანდა თავიანთი პროპაგანდისთვისაც სჭირდებოდათ ამ კომისიაზე გახარიასთან ესე ვთქვათ აი ეს რაც პოლემიკა თუ არ ვიცი რაც კიდათ ის დავარქვათ ეს რაუნდი წააგეს 6 საათის განმავლობაში მათ მოედანზე ერთი ადამიანი ამდენი ადამიანის წინააღმდეგ მისული იყო ოღონდ ეს პროპაგანდა წააგეს იმიტომ რომ როდესაც სიმართლით ხარ ადამიანი აღჭურვილი რამდენიც არ უნდა იყო და რა ბერკეტებიც არ უნდა გქონდეს ვერ გაიმარჯვებ უბრალოდ ის რომ მეორედ მოუწიათ დაბარება ესე ვთქვათ მეორედ გადაწყვიტეს დაბარება ისევ ამ კომისიის ფარგლებში ამისი დასტურია რომ პირველი რაუნდი მათ პიარულად ანუ პროპაგანდის თვალსაზრისით წააგეს. ეხლა მე გადავალ შინაარსობრივ ნაწილზე, აი თვითონ გახარიას როგორც პერსონალურ ფაქტორს რო თავი დავანებოთ და გვერდით გადავდოთ, ყველაზე შემზარავი დიანა ამ ამბავში ჩორჩანას ეპიზოდზე მაქვს საუბარი არის ის რომ საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიები რაც არსებობს საგუშაგო ჩადგმასთან დაკავშირებით, ზუსტად იგივეა რა პრეტენზიებიც აქვს დღევანდელ ოცნებას გახარიასთან მიმართებით, რომ როგორ გაბედა შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამართალდამცავმა უწყებებმა, როგორ გაბედეს, რომ საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდგა საგუშაგო და როგორ გაბედა გახარიამ და მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ დაიცვა საკუთარი მიწა. თქვენ ხომ გესმით, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, გახარიას პერსონალური ფაქტორი რო გვერდით გადავდოთ. ეს ნარატივი დიანა, ეს მოღალატეობრივი შემზარავი ნარატივი. ჩორჩანა არ არის შემთხვევით შერჩეული, იმიტომ რომ თუ პოლიტიკური ანგარიშწორებაა და პოლიტიკური შურისძიება, ვთქვათ, ნებისმიერ საქმეს გამოიყენებდნენ ამისთვის, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სპეციალურად ჩორჩანა არის შერჩეული თავისი შინაარსის და ვთქვათ პოზიციონირების გამო ჩორჩანა როგორც რა თქმა უნდა შემთხვევითი რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის ამიტომ ვლაპარაკობ ზუსტად ამდენს ჩორჩანაზე შინაარსობრივ ნაწილზე ამიტომ ვლაპარაკობ იმიტომ რომ ეს პირდაპირ ერთ-ერთში იმეორებს ოცნების დღევანდელი ნარატივი და პროპაგანდა იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდას როგორ გაბედა საქართველოს სახელმწიფომ და დაიცვა საკუთარი კონტროლირებადი ტერიტორია როგორ დაიცვა დამატებითი მიტაცებისგან და ოკუპაციისგან ანა ეს განიხილება თქვენი მხრიდან კი ბატონო დაასრულეთ
აი დავასრულებ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გავახსენოთ ასევე საზოგადოებას, ესე იგი გახარიას იძიებს დღევანდელი ოცნება, თუ როგორ გაბედეთ და დაიცავი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიო, მაშინ, როდესაც მაგალითად სულ ახლახანს საქართველოს მოქალაქე მოგვიკლეს თამაზ გინტურზე მაქვს საუბარი კირბალში, მე პირადად როგორც დეპუტატი ჩასული ვიყავი კირბალში პანაშვიძე, როგორც ბატონი გინტურის ნათესავები ოჯახის წევრები და იქ შეკრებილი ოჯახში შეკრებილი მთელი სოფელი, იცით რას გვიყვებოდნენ? გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ იმას, რომ აბსოლუტურად მიტოვებულები იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მთელი ეს სოფელი და საქართველოს მოქალაქეები მიტოვებულები იყვნენ სახელმწიფოსგან. შედეგად ადამიანი მოგვიკლა საოკუპაციო რეჟიმმა და ეს მკვლელობა დიანა გამოძიებული არ არის. საკუთარი მოქალაქის მკვლელობა გამოძიებული არ არის. მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა საოკუპაციო რეჟიმმა და გახარიას იძიებენ, როგორ დაიცავი საქართველოს ეროვნული ინტერესებიო. ეს საქმე თქვენი აზრით, მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს. როგორც კი გახარიას გუნდთან აქვს ღიად ნათქვამი, რომ ის მიდის ნებისმიერ შემთხვევაში ამ არჩევნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეს არის თქვენი გუნდის პოზიცია. ეს არის ხელისუფლების მხრიდან რაღაც საარჩევნო კამპანიის ნაწილი, მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ყველა არჩევნების წინ კოკაინის ისტორია და სხვადასხვა ისტორია, გახარია ნაცი, გახარია კოკაინშიკი, გახარია მოღალატე, მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ნარატივით წავა. ახლა უკვე საბოტაჟნიკი. კი, საბოტაჟი. ანუ ეს იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი. თუ ის თავისი სიმძიმით ვეღარ ჩაეტევა ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ოცნება ყოველთვის წინა საარჩევნოდ რაღაცნაირად ძაბავს და მტრისხატის შექმნას იწყებს და ახლა უკვე იმ წინა კამპანიიდან გამომდინარე, კრიზისიდან გამომდინარე ისევ ამ ფარგლებში მოძრაობს, თუ შესაძლოა ასევე ელოდებით ამ საქმის ბოლომდე მიყვანას და გახარიას პატიმრობას. რა თქმა უნდა გამორიცხული ესეც არ არის დიანა, შეუძლებელია ამის გამორიცხვა და რა თქმა უნდა კონკრეტულად ჩორჩანას ეპიზოდი, კონკრეტულად ჩორჩანას საქმე ცდება ბუნებრივია აი ამ წინასაარჩევნო, ესე ვთქვათ, პათოს თუ მორიგ პროპაგანდას. მე ასევე გაგახსენებ აი ამის დასტურად გაგახსენებ რა მოხდა 2021 წლის შემდგომ, ხო? აი იგივე მაგალითად ამ ბორდერიზაციის და მცოცავი ოკუპაციის მიმართულებით ათეულობით ყოველ წელს 2021-ში, 2022-ში, 2023-ში ათეულობით საქართველოს მოქალაქე იქნა დაკავებული. აქეთა მხარეს, სახელმწიფოს მხარეს არაფერი არ გაკეთებულა, მაგრამ სამაგიეროდ იცით რა გაფუჭდა. მაგალითად, გახარია, როდესაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა პირველ ჯერზე და შემდგომ უკვე 2020-ში მეორედ ინიშნებოდა და წარადგინა მთავრობის პროგრამა, დეოკუპაციის სტრატეგია ჰქონდა ჩადებული მთავრობის პროგრამაში. ირაკლი კობახიძე ადგა 2024 წელს დეოკუპაციის სტრატეგია უბრალოდ გააქრო სამთავრობო პროგრამიდან. მე გაგახსენებთ დამატებით ბიძინა ივანიშვილის, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის ბოდიშ საოკუპაციო რეჟიმისადმი და ჯამში ეს რა თქმა უნდა როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ რაღაცა საარჩევნო ტრიუკზე თუ პროპაგანდაზე, ხო? ამიტომ ვამბობ, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა პერსონალურად გიორგი გახარიას პოლიტიკური შურისძიების საკითხი. ეს არის უდიდესი მოღალატეობრივი აქტი, როდესაც საკუთარ სახელმწიფოზე ამბობ, რომ სახელმწიფომ თავისი მიწა არ უნდა დაიცვას. ესეთი ღია მოღალატეობრივი აქტი. სხვათა შორის აქვე მინდა გავახსენო საზოგადოებას, პრინციპში ასევე თქვენი მედიის და არა მხოლოდ წარმომადგენლები ეკითხებოდნენ აი ამ არარაობებს, ხო, თქვენ ქუჩის ყავდეთ წითელქუდობა, რომ მოუნდომებია პუჩისტ შარმანაშვილს და ზოგადად აი ამ არარაობებს თქვენი მედიაც ეკითხებოდა, რომ კი, მაგრამ როდესაც ამბობთ და თქვენს მოქალაქეებს ეუბნებით, რომ ეს კაცი გახარიაზე მაქვს, ხო, საუბარი, რომ გახარია თურმე აწყობდა საბოტაჟს უცხო ქვეყნის დავალებით. ასეთი კაცი ორჯერ დიანა, ორჯერ 2019-ში და შემდგომ 2020-ში როგორ დანიშნეთ პრემიერის თანამდებობაზე.
პასუხი იყო კიდევ უფრო ამაზრზენი, რომ თურმე deep state-მა დარეკა, რითაც დიანა კიდევ საერთაშორისო ლობისტები ასე ჩანდა. კი ბატონო, ასე ყვებია. თავად აღიარებენ და დიანა თავად აღიარებენ, რომ თურმე ესე იგი უცხოეთის მითითებით აკეთებენ ყველაფერს? ამას აღიარებენ? ამას ამბობენ? და უკაცრავად დღეს, როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ბატონი გახარია კომისიაზე ხელმეორედ იქ. აი დავასრულო თუ შეიძლება, როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ვაჩერებთო, შემთხვევით ესეც უცხოეთის ჩარევით და დავალებით ხო არ არის? არა, ეხლა უკვე ძლიერები ვართო და მოკლედ ხვისი გავლენით აღარ ვაკეთებთო, რაღაც ამ დაგვარი ახსნა ქონდათ. აღარ შეერა დიანა თვითონ ოცნების გახარია ხელმეორედ კომისიის ხდომაზე. და ასევე დაბარების განცხადებაში დავასრულებ წულუკიანი ასევე ახსენებს საგარეო აქტიურობას, იმიტომ რომ ასევე მსგავსი ფორმულირება ამ შემთხვევაში დაწერილი ვნახეთ ხაზარაძის შემთხვევაში არის ხაზარაძის დაბარების წინაპირობაც. ანუ თქვენი აზრით რას არკვევს ახლა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ეს ხომ არ არის სანქცირების მოთხოვნის გამო ასევე დასჯის კიდევ ერთი სერია, ამ შემთხვევაში უკვე გახარია ხაზარაძის წინააღმდეგ. ორ ნაწილად გავყოფ, უშუალოდ გახარიასთან დაკავშირებით მივა თუ არა, ეს არის კიდევ ერთხელ როგორც წინაზე, ახლაც ნამდვილად ასე ვფიქრობ, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მე კვლავ იმ პოზიციაზე ვარ, რა პოზიციაზეც ვიყავი წინა შემთხვევაში, რომ მას ჯერ კიდევ დასამალი არაფერი არ აქვს და ის რომ მეორედ დაბარება მოუწიათ ოცნების პროპაგანდა ნიშნავს, რომ ბოდიში ტერმინისთვის და გას, ხან ოცნებამ წააგო პირველი 6 საათიანი გამოკითხვა ჰიბრიდულ ომში, რომელსაც აწარმოებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, გახარიასთან ოცნება ამ პროპაგანდაში დამარცხდა და ზუსტად ამიტომ დაჭირდათ იმავე თემაზე, ჩორჩანახო მაშინაც იყო განხილული. იმავე თემაზე ამიტომ დაჭირდათ გახარიას მეორედ დაბარება, თუმცა ეს არის მისი გადასაწყვეტი, აბსოლუტურად 100%-ით გიორგის გადასაწყვეტის საკითხია. რაც შეეხება საერთაშორისო ნაწილს, კი, ვადასტურებ ნამდვილად, რომ გახარიას შემთხვევაშიც მითითებულია, რომ მათ უნდათ გამოიკვლიონ 2020-2025 წლებში გახარიას საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობა. 2020-ში გიორგი გახარია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოცნების, ესე ვთქვათ, წარდგენილი და დასახელებული პრემიერ-მინისტრი და ესეც რა თქმა უნდა იმ პროპაგანდის ნაწილია, დიანა. ესეც არის იმ პროპაგანდის გაგრძელება, რომ აი რაღაცა deep state-ი, რომ რაღაცა deep state-ში ამ შემთხვევაში გულისხმობენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ამერიკას. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უკავშირდება მისი პრემიერობის პერიოდს თუ მისი ოპოზიციონერი ლიდერობის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს? ორივე, თუმცა გიორგის ხაზარაძე მაგალითად არ ყოფილა ხელისუფლებაში, მას მხოლოდ როგორც ოპოზიციონერს როგორც ჩანს. მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში გახარიას კომპონენტს ამ ნაწილში რა თქმა უნდა ბუნებრივი არსებითად განვასხვავებ, იმიტომ რომ 2020-ში, ანუ რა პერიოდსაც მათ შორის ბჭყალებში ედავებიან, გიორგი გახარია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ მასთან ყველა ტყუისო, ეს გახსოვთ კობახიძის ძალიან ცნობილი ლექსი, რომელიც მას მიუძღვნა ზუსტად იმ პერიოდში 2020 წელს. კი ბატონო, ანა, ასევე გახარია არ არის მხოლოდ ამოვარდნილი იმ კუთხით, რომ ხაზარაძესთან დაკავშირებით არის ოღონდ კომისიაში მისვლა არ მისვლის თემა, ასევე ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მოკლედ თითქმის მთელი პოლიტიკური შემადგენლობა არის ახლა სასამართლო პროცესის და თქვენ პატიმრობა არ პატიმრობის აი ამ გადაწყვეტილების წინაშე. როგორ უყურებთ ამ მოცემულობაში სწორედ საარჩევნო კამპანიის პერსპექტივას, თუ ვინმე თქვათ თქვენს გარდა მაგალითად თუ ლელოც მიიღებს ამ ტიპის გადაწყვეტილებას, ეს საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ, ან წარმოგიდგენიათ თუ არა, რომ ასე შეიძლება დაპატიმრებული ლიდერის პირობებში შეხვდეთ ამ კამპანიას? გადასარევად წარმომიდგენია ეს ერთი ვერანაირი ისტერია და პანიკა ერთ-ერთ მხარეს თქვენ იცით რომ
მეორე მხარეც საკმაოდ ისტერიულია ამ მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ოცნებაზე გავამახვილებ ყურადღებას, ვერანაირი მუქარა და ზეწოლა ოცნების მხრიდან ჩვენს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ეს ერთი. ასევე ნება მიბოძეთ მე იგივე კომისიაზე დაბარება არ დაბარების და ამ მიმართულებით სისხლისამართლებელი პასუხისმგებლობის საკითხში გახარიაც აქ ობიექტურად უნდა გამოვყოთ, იმიტომ რომ გახარიას მიმართ პროკურატურაში ჩორჩანას ესე ვთქვათ ეპიზოდზე, საბოტაჟზე და ესე ვთქვათ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე ისედაც სისხლისამართლის საქმე მიმდინარეობს და ჩვენ ვიხილეთ იგივე მაგალითად პირველი ვინც ესე ვთქვათ დაიბარეს თუ მიიყვანეს და აბსოლუტურად კაცობა წაართვეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გომილაურზე მაქვს საუბარი, ანუ ეს გახარია შემთხვევაში ეს ორი პარალელურად მიმდინარე საქმეა და კომისიაზე არ მისვლისგან განსხვავებით ეს არის ძალიან მძიმე მუხლი, ხო? საუბარი არის დაახლოებით 15 წლამდე პატიმრობაზე არის საუბარი, ანუ ამ ნაწილშიც გახარიას საქმეს განსხვავებდი. კი, ამ ნაწილში უნებრივია გახარიას საქმეს განსხვავებდი. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორ წარმოგვიდგენია არჩევნებში მონაწილეობა, გადასარევად წარმოგვიდგენია დიანა. გადასარევად.